საიუბილეო ნომერში დაიბეჭდა 23 გვერდიანი სტატია, რომელშიც ავტორი ამტკიცებს, რომ ვეფხისტყაოსანი შოთა რუსთაველს არ დაუწერია, რომ რუსთაველმა ნაწარმოების სპარსულიდან მხოლოდ თარგმნა. რას პასუხობენ ამ სტატიას აღმოსავლეთმცოდნე ავტორს ქართველი მკვლევარები? ვნახოთ ანა ნუდიას სიუჟეტში სწორედ ახლა. პუბლიკაციის სათაური, რომელმაც ქართველი ირანისტის ნომად ბართაიას ყურადღება წაკითხვისთანავე მიიპყრო, ასე ჟღერს. შოთა რუსთაველი ნიჭიერი მთარგმნელია სპარსული პოემის ვეფხისტყაოსანი და არა პოეტი. არა მხოლოდ სათაურის, არამედ 23 გვერდიანი ვრცელი სტატიის ავტორი აღმოსავლეთმცოდნე ფელიქს კურცვაილია. კრიტიკული წერილი ინტერნეტ ჟურნალ ქარავანის საიუბილეო 50-ე ნომერში აიტვირთა. ჟურნალში, რომელიც ირანის კულტურის შესახებ სტატიებს არაერთ ქვეყანას აწვდის. ავტორი ამტკიცებს, რომ შოთა რუსთაველმა ვეფხისტყაოსანი მხოლოდ თარგმნა და ის არ არის ამ ნაწარმოების ავტორი. ქართველი ირანისტის აზრით ეს მცდარი ვერსია მკითხველის ყურადღებას ნამდვილად მიიპყრობს. რაღაც გავს, რომ რაღაცა ეს კაცი გამიზნულად რაღაცა რომ ოღონდ სადმე მიაწვინოს ვინმეს იუნესკო ახსენა, ხო? იქ კაცო, ხო? რომ ესე იგი თქვენ იუბილეს უხდით, მაშინ ოცა ამბობს, რომ პოეტი არ არისო თითქმის. ეს რაღაცა გავს ძალიან ცუდ ბინძურ იმას საქმეს და მცდელობას. პუბლიკაციაში კურცვაილი დეტალურად განიხილავს სტროფებს, რომელსაც თავისი მცდარი მოსაზრების დასადასტურებლად იყენებს. საქმე იმაშია, რომ ნაწარმოების სპარსულ წარმოშობაზე თავად რუსთაველი წერს. შესავალში ამბობს, რომ იპოვა სპარსული ამბავი და თარგმნა სპარსულიდან ქართულ ენაზე და გარდათქვა ლექსად. ქართველი სწავლული ლიტერატორები 10 წლეულების მანძილზე ყოველღონეს ხმარობდნენ, რომ მკითხველამდე არ მისულიყო ინფორმაცია პოემის სპარსული წარმოშობის შესახებ. რუსთაველი რომ მე-12 საუკუნის პოეტია, ვეფხისტყაოსანი რომ მისია თვითონ ირანელები დიდი პატივისცემით ეპყრობიან შოთა რუსთაველს, ელჩი იქნება თუ კულტურის მინისტრი თუ ვინც იქნება, როცა საქართველოსზე და კულტურაზე იწყებენ საუბარს, პირველ რიგში რუსთაველს ახსენებენ, რომ თქვენ ყავდათ მე-12 საუკუნეში ასეთი დიდი პოეტი. ქარავანში გამოქვეყნებული სკანდალური პუბლიკაციის შინაარსი რუსთველოლოგ მურმან თავდიშვილს არ გაკვირვებია. ის ამბობს, რომ როგორც ავტორის, ისე ნაწარმოების შესახებ კამათი მუდმივად იყო. თუმცა დამადასტურებელი ფაქტები, რომ ნაწარმოების ავტორი რუსთაველი არ არის, ვერასდროს ვერავინ იპოვა. ეს რუსთველის განცხადება არის ლიტერატურული მისტიფიკაცია, არავითარი მას ხელში რაიმე ტექსტი არ ქონია, სიუჟეტის ამბავის მან გამოიგონა, არავითარი წყარო ჩვენ არ გვაქვს. სანამდე არ დადგინდება წყარო, არ მომიტანთ, არ მაჩვენებთ ტექსტს, სადაც წერია ასეთი ამბავი, მანამდე ყველა წარმოუდგენელი აღიარო, რომ რუსთველი მთარგმნელია. ორმოკრული და სიყალბით გაჯერებული სტატიიდან რუსთველოლოგმა გარკვეული სიმართლე მაინც ამოიკითხა. მე არ ვიცი ნამდვილად შოთა ერქვა თუ რა ერქვა, მაგრამ მე ვიცი რა ერქვა მას, ესაა მისი ფსევდონიმი თუ საეკლესიო წოდება რუსთველი. ასე რომ ის არის არა რუსთაველი, არა რუსთველი, მაგრამ ჩვენ ვიცით რუსთაველი ვინ შემოგვაჩეჩა. ეს შემოგვაჩეჩა აგერ ერეკლე მეორის დროს მისმა ბიძაშვილმა ანტონ კათალიკოსმა. კურცვაილისთვის პასუხის გაცემას და სტატიის იმავე ჟურნალ ქარავანში გამოქვეყნებას როგორც ისტორიკოსი, ისე რუსთველოლოგი აპირებენ. მურმან თავდიშვილი გზააბნეულ აღმოსავლეთმცოდნეს პოემის ავტორის შესახებ მეცნიერულად დადასტურებულ უახლეს ცნობებს ახლო მომავალში გაუგზავნის. სტატიას დაბნეული ქარავანი ერქმევა.